დღეს ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა პოსტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 9 აპრილთან დაკავშირებით და მან პოსტში ღიად არ ახსენა რუსეთი არც ერთხელ როგორც მოძალადე და განაცხადა რომ დღესაც ისევე როგორც 36 წლის წინათ უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე. სწორად ირაკლი კობახიძის განცხადება სოციალურ ქსელში მოყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება. არაერთი ადამიანი წერდა რომ დაუშვებელია დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წერდე და არსად ახსენებდე რუსეთს ან საბჭოთა კავშირს როგორც მოძალადეს და ძალას რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია და აქციის მონაწილეები დახოცა და სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი წერდა როგორც თქვენ ხედავთ ირაკლი კობახიძე ზოგიერთი მათგანი უწოდებდა მოღალატეს და ასევე ზოგიერთი მათგანი აცხადებდა რომ სამარცხვინო არის ეს განცხადება ზოგი კი ავრცელებდა განმარტებით პოსტებს, სადაც ეწერა რომ სინამდვილეში ის უცხოური ძალა, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, არის საბჭოთა კავშირი, რომელიც ტანკებით, ნიჭბებითა და აკრძალული მომწავლელი ქიმიური ნივთიერებებით შემოვიდნენ თბილისში და ეს არის მხოლოდ ნახევარი ნაწილიც კი არ არის იმ პოსტებისა, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა და ავრცელებდნენ მოქალაქეები და ამ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სირცხვილი არის ის თუ რასაც ავრცელებს საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობა. რუსები იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცებით და არა უცხო ძალა და ამის თქმასაც ვერ ბედავთ წერს სალომე ზურაბიშვილი და გმობს როგორც რუსულ ომს, ისე რუსულ ძალადობას. 9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა. მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა. იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანის, რომელმაც მსგავსად ქართული ოცნების სხვა წევრებისგან განაცხადა და ახსენა მხოლოდ და მხოლოდ უცხოური ძალა და არა რუსეთი. თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენა 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ასევე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საელჩოებმა გამოაქვეყნეს არაერთი განცხადება. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უერთდება 1989 წლის 9 აპრილის საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავის შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს, წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ასევე ნატოს წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს განცხადებას. წაგიკითხავთ ნაწყვეტს ამ პოსტიდან. მშვიდობიანი დემონსტრაცია 9 აპრილს ტრაგიკულად დასრულდა. საბჭოთა სამხედრო ძალებმა ძალადობრივი ძალით დაარბიეს აქცია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი და ასობით მოქალაქე დაშავდა ან მოიწამლა. ეს დღე იქცა სიმბოლოდ და გარდამტეხ მომენტად ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ზუსტად 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ოფიციალურად და აღადგინა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ასევე ნიდერლანდების საელჩო საქართველოში ავრცელებს პოსტს, მათ განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ იხსენებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს, რომლებიც საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევის მსხვერპლი გახდნენ და ამერიკის შეერთებული საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაში.